მოგესალმებით მეგობრებო, სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი. დღევანდელი ვიდეო იქნება განსხვავებული. ესაა გაერთიანებული გასვლა ოფროუდისა და ისტორიული ძეგლების შერწყმით. ამ დღეს ბევრი ისტორიული ძეგლის ნახვა გვქონდა გადაწყვეტილი. უნდა გადავსულიყავით თეძმიდან ატენის ხეობაში. თუმცა ჩვენ ეს ვერ შევძელით. თუ რატომ ამას ვიდეო კადრებში თავად იხილავთ. ჩვენი პირველი ისტორიული ობიექტი გახლდათ ხოვლეს აკვედუკი. ზოგადად ხოვლეში ბევრი ისტორიული ძეგლია, რომელიც ადრე გადავიღე, თუმცა დღეს სხვა მარშრუტი გვაქვს და ჩვენც მივყვეთ ჩვენს გზას. ხოვლეს აკვედუკი ქვახიდან მდებარეობს შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში. იგი მე-17-18 საუკუნეებით თარიღდება. ქვახიდა წყალსატარ ხიდურ ნაგებობას წარმოადგენს. მის ზედაპირზე წყალსადენის კერამიკული მილები ეწყო და წყალი მდინარის მეორე მხარეს გადადიოდა. ნაგებობის ცენტრალური მალი შეისრული მოხაზულობისაა. გვერდითა თაღები კი ნახევარწრიული. თაღებს შორის ერთი წრიული ღიობია გაჭრილი. ხოვლეს აკვედუკი ქვახიდა ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. ძეგლი რამდენიმე წლის წინ იქნა აღდგენილი. ოხეს პაპარაცები. ეცი ხوار გადაუყო. მე გადავა თუ ხინდა. მაშინ ამით. ნიკა გადაგვიღებს. რაცა მეც გარიდან გადავიდე. არა არ გინდა შენ ძალიან დინჯი ხარ. შენ ძალიან დინჯი. იღებს თუ დავაწვე. არა იმას დაჭი გამას. ხო მაგას. ახამდე გადასული იქნება. აი დინჯი ხარ დინჯი. მე ვეღარ აქვსავთ თორე იგი გადადიხარ. სახელი არ უნდა გაიფუჭო. არა შენ თან პროფესიონალურად გადაიღეს დასარია. თან შენი ამოსვლის კადრი იქნება. გააჩერი ჩას. არა. აქ ერავად თემიაზე თამი. წინ ხოვლე რუცაბძელი მარჯვნივ მყინვარით. არის გზა კარგი გზა არის მერეც. ო ნათებით კახა თორელის მიერ აგებულ საორბისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე, რომელსაც აქვს წარწერა, სადაც თავად კახა იხსენიება, აქვს ულამაზესი ჩუქურთმები, ფრესკების ფრაგმენტები. ტაძარსაც შეეხება აქვს შესანიშნავი ჩუქურთმა დეტალები, აი ხედავთ ულამაზეს სარკმელს, სარკმლის თავზე არის წარწერა, სადაც მოხსენიებულია კახა თორელი. იგივე თორელი ჯავახიშვილთა გვარი, თორიდან გადმოვიდნენ და შემდეგ ეწოდათ ჯავახიშვილები. ტაძარი საკმაოდ მძიმე დღეშია, არის ჩანგრეული გადახურვა, კამერები. ტაძარი იყო მოხატული, რაზეც მეტყველებს აქა-იქ შემორჩენილი ფრესკები. აი ხედავთ. ყველაზე უკეთ ფრესკა შემორჩენილია სარკმელში და იქ თაღში.
საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია დგას სოფლის სამხრეთ გარეუბანში, მდინარე თეძმის მარცხენა ნაპირზე, მაღალ კლდოვან ბორცვზე. აგებულია 1152 წელს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით. შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთის მინაშენიდან აქვს. შენობის ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ნიშია. თითო სარკმელი ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებშია. კანკელი საკურთხეველს დარბაზიდან ყოფს. შენობის თანადროულია მის შიგნით კედლებზე შემორჩენილი მოხატულობის ფრაგმენტები. ეკლესია დასავლეთის მხრიდან სუბსტრუქციაზეა დაშენებული. აღსანიშნავია აღმოსავლეთ ფასადი, რომლის სარკმელს ფართო მცენარეული ჩუქურთმის არშია ამშვენებს. სარკმლის თავზე ასომთავრული წარწერაა. ფრონტონში ბოლნური ჯვარია გამოსახული. ეკლესიის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებზე მიდგმულია გალავანი, რომელშიც სამხრეთ-დასავლეთით კარია გაჭრილი. საკურთხევლის კონქში ვედრების კომპოზიცია იყო, ჩანდა მაცხოვრის მარჯვენა ტერფი, ასევე სწორკუთხედებად დაყოფილი ტახტის ფეხი. ამას ვყვები წარსულ ფორმაში, რადგან ძველი სამეცნიერო ლიტერატურა და დღევანდელი რეალობა სხვადასხვაა. საკურთხევლის კონქის ნარჩენებში დღეს რთულია რაიმე გაარჩიო. საკურთხევლის მეორე რეგისტრში ეკლესიის მამათ 6 ფიგურა არის. უფრო სწორად იყო, რაც ძველ აღწერას და დღევანდელ რეალობას შეესაბამება, ესაა სარკმლის წირთხლების მოხატულობა. ასომთავრული წარწერის მიხედვით აქ ორი დიაკონია წარმოდგენილი, წმინდა სტეფანე და წმინდა გერმანოზი. წმინდანების შარავანდედი სხვადასხვა ფერისაა. ეკლესიის მამებისა ყვითელია, დიაკონებისა მონაცრისფრო იისფერი. დანარჩენ კედლებზეც არის მხატვრობის ფრაგმენტები. შენობა მაღალ ცოკოლზე დგას. ეკლესიის დასავლეთ ფასადი კლდოვან ფერდს გადაჰყურებს. აღმოსავლეთისა და სამხრეთის სარკმლების განიერი საპირეები შემკულია კარგად ნაკვეთი მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტებით. აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონის წვერში ამოკვეთილია თანაბარმკლავიანი ჯვარი. ამავე ფასადზე, სარკმლის თავზე, კედელში ჩასმულ ფილაზე ასომთავრული წარწერაა, რომელიც გვამცნობს ეკლესიის ამშენებლის ვინაობას და აგების თარიღს. წმიდაო გიორგი შეიწყალე, ერისთავ-ერისთავი კახა და შვილნი მათნი და დაიცავ, სოფელი მიწა, მათი მოსავი და შენი და მაშენებელი, ტაძრისა, შენისა, ქორონიკონი იყო ტაბ. ტაძარი აგებულია 1152 წელს კახა თორელის მიერ. რაც შეეხება კახა თორელს და ზოგადად თორელებს, მე-12 საუკუნის მეორე ნახევრიდან მე-13 საუკუნის 60-იან წლებამდე თორელების სახლის თავადები იყვნენ როგორც საქვეყნოდ გამრიგე მოხელეები, ისე დარბაზის რიგის მოხელეები, უწყების მეთაურები. ამასთან ერთად თორელებს ზოგჯერ განსაგებლად ეძლეოდათ სახასო ქვეყნის რომელიმე ნაწილიც, მაგალითად 1163 წელს ანისის გამგებელი ყოფილა კახა თორელი. საორბისიდან დავიძარით და გავუყევით ხეობებს. გზა და გზა იშლებოდა ულამაზესი ხედები, რომლებიც ზაფხულზე განსაკუთრებული იქნება. მალევე პირველი მცირე ოფროუდის ავლაც მოგვიწია. მცირე ოფროუდის შემდეგ მალევე თრიალეთის ქედებში ჩაფლულ ნასოფლარ გულხანდის მივადექით.
ნასოფლარს დღეს შუა საუკუნეების მცირე ეკლესია აცოცხლებს, რომელიც მოუთმენლად ელის ადამიანის ხმის გაგონებას. ტაძრიდან ულამაზესი ხედები იშლება თრიალეთის ქედზე და აქვეა წარწერა, რომელიც საოცრად უხდება აქაურ გარემოს. აი მე კომენტარს ხوار გააკეთებთ. შესანიშნავი ამით დავუნთხო. ეხლა ვცდილობთ ტანასტიპაზე გადავიდეთ. ლევი თუ პრავი. ლევი თუ არა. ამის სად გადავაგდოთ? ისე ეგ ლევი ურნოში. რუსულიდანაა. როგორც დავითმა თქვა, ჩვენ უნდა გვენახა ტამის ტბა, ასევე კლიკის ჯვარი, გადავსულიყავით ლევიტანაზე და ატენის ხეობით დავბრუნებულიყავით თბილისში. თუმცა, პრინციპში, მოდი სპოილერის ნაცვლად, თრიალეთის ქედებითა და ბუნების სილამაზით დავტკბეთ. ზემოდან რო გადაიაროს. ნახევრად იქიდან რო შემოიარო. არა, რა გონს, ხوار დავარტყავ რამე. მე პირველად ვარ ოფროუდზე, არ ვიცი. გადაუკან ინფორმულში აღაჩახ. ნიკა წავო ნიკა. ავით, მაინც ვერ ხვდები რა მუღამი აქ. ნელა რა თუნდა მაგ ხელა გაზი. ნელა. ეგ შენი უნდა. მეორე მცირედი ოფროუდის შემდეგ მივადექით ნაძვნარში ჩაფლულ გზას, რომლის ასვლაც ბიჭებს ცოტა გაუჭირდათ. მე მანამდე ფეხი თავი არე ეს გზა, აუწიე სიმაღლე, საიდანაც კიდევ ერთხელ დავვრწმუნდი ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ და საუცხოო სილამაზეში. გზაში ბიჭები ამბობდნენ, რომ ოფროუდის გზაზე სიარულისას გასავლელი დრო სხვანაირად აითვლება. რამდენი დროცაა საჭირო მანძილის გასავლელად, ეს დრო უნდა გაამრავლო მინიმუმ 2-ზე. ამაში მალევე თავად დავვრწმუნდი, როდესაც პირველი სერიოზული შეფერხება გვქონდა, როდესაც მცირე უღელტეხილის გადასავლელად ნამქერის გამო 1 საათი დავკარგეთ.
აი გააჩერეთ. საჩავა ხარი. მე გამოვთხარეთ, მაგარი მაგარი ნამუშევარია. სრული გაასწორო, სრული. მე გავასწრო. აი ეს ბორანელი თაკე დაუცა. იმით. აი ჩავხსნათ რა. ვიცი. ჩადი, აღარ გააჩი. აი. ამდენი პიცი ძალავს რა ბამ. 1.15-ია. Завтра. Давай. Ამდე. მე წაღამი აი დაუგიში რა რაღაცა გადმოვიდი. ნიკა თავიდან ცოტა გააწევინე. Давай. მიეცი გასი მიეცი. წინა ბლოკი არა აქ, არა მაგ. არა. მიდი. ნიკა მიდი. გაზი მიეცი. ეცი. რეკშენი ჩართული გაქვს? მიდი გაზი მიეცი. გამოეცალეთ რა. აბიან ურა გამოეცალეთ. ის რომ მოვა. მოდი. აბა უკან. კიდე მოდი. კაი, არ მო. გადი. აი ნიკა წინ გააწმევინე ისე. აი ეკაუკან. ნალო კიდე. აბა კაი კიდე წინ გააწმევინე სადაც გადავა.
კაი, ეკო. მიეც გას. მე ხედავ თურამის არხზე. ვაფშე სხვა მაყურებელი გაჩნდება, ვისაც ოფროუდი უყარ. ეგა. აი. ჰა? ერთ საათიანი წვალების შემდეგ ნამქერიანი უღელტეხილი გადავიარეთ და დავეშვით დაბლა. შორს უკვე მოსჩანდა კლიკის ჯვარიც, თუმცა კვლავ გავიჭედეთ. პირველი ნამქერის გავლა Nissan Patrol-მა მარტივად შეძლო, თუმცა მეორეგან ისიც გაიჭედა. პირველივეზე ჩავარდა Toyota-ც. შენი დღეა დღეს. მე მეგონა რომ დაბრკოლებები გადავლა. გარდა გასიო მანთან ჩემი. ო ჯობია. შორს არია? არა აქვე არა. ეგეთი ტემპი წამოყევი რა. მოდი უკან. ეხება. გას მიეც. იმედია რუბიკონიც არ ჩაჯდება. ავედიცა. 4 მანქანიდან 3 ჩაგვივარდა. გამოსვლა შესაძლებელი გახდა ხის დახმარებით. რომე დროს ყვეთა დაიჭი. ძალა აწება. ეგარ. მე გადავიდი ახლა. ეხო. აი დავით, აი. აი მარტო მეგობრობა. ფეხი წამოვალთ. როდესაც ნამქერიდან გამოვედით, უკვე გვიანი იყო. კლიკი ჯვარმა და ტბებმა მომავლისთვის გადაინაცვლა. უკან საყავრისკენ ამოვედით. რა თქმა უნდა, საღამოს ვიპიკნიკეთ. ვინც საჭესთან არ იყო, მზის ჩასვლის ფონზე ცოტაც დაულიეთ. ასევე დაულიეთ მომავალი მოგზაურობების სადგრძელოც, სადაც თქვენთან ერთად აღმოვაჩენთ ჩვენს ისტორიულ მემკვიდრეობას, ჩვენს საქართველოს. გამოიწერეთ ჩემი არხი და დაელოდეთ შემდეგ გასვლებს.